თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში კიდევ ერთი პირი, ამჯერად სტუდენტი მეგიდია სამიძე 2 დღით გაუშვა. მოსამართლე დავით მაკარაძემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს არც კი დაელოდა. მეგიდია სამიძემ თავადვე დარეკა პოლიციაში, გამოიძახა პატრული, ის რამდენიმე წუთის წინ დააკავეს და გადაყვანილი არის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. რაც შეეხება 67 წლის პენსიონერ ქალს ქეთევან ხარაძეს, მისი სასამართლო პროცესი თორნიკე კაბანაძემ გადადო. გამარჯობა, მე პოლიციის გამოძახება მინდა საქალაქო სასამართლოსთან ვარ. პროცესი მქონდა დღეს და ტროტუარზე დგომის გამო მომისაჯეს 2 დღე და მინდა მოვიდნენ და გადამიყვანონ რა როგორც ხდება ხოლმე. არსად არ ჩანან და მაგიტო გადაწყვეტე დაკავშირება თქვენთან. გადავსვამ ჩვენ ამ ინფორმაციას, რომელიც ქალაქიდან მიკავშირდება. თბილისის საქალაქო სასამართლოდან გიკავშირდება. ჩემთვის 2 დღე, 4 დღე იქნება, 15 დღე იქნება, 60 დღე იქნება იზოლატორში ყოფნა, საერთოდ არაფერს არ წყვეტს, იმიტომ რომ უფრო აქტიურად გავაგრძელებ მათ წინააღმდეგ ბრძოლას ცხადი და რუსთაველზე ყოფნა სინდისის პატიმრების ხარდასაჭერად. საზოგადოებამდე ბოლომდე ვერ მიდის ეს ამბავი და არ შეერათ რომ მართლა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს დღეს იჭერენ. ანუ ასეთ მოცემულობაა ქვეყანაში. განსასჯელის სკამზე მარტო ხელა მცირეწლოვანი ბავშვის დედა აღმოჩნდა. ეკატერინე მირცხულავა ამ დრომდე ელოდება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე დავით მაკარაძე, გაუშვებს თუ არა მარტო ხელა დედას ციხეში.